მატრიციდან გასვლა. დღეს ხშირად გვესმის მატრიციდან გადით, მატრიცა ცუდია, მატრიცა ეს, მატრიცა ის, მაგრამ არავინ არ გიხსნით, რომელი მატრიციდან უნდა გახვიდეთ და რომელი მატრიცისთვის უნდა იყოთ მადლიერი. არსებობს ორი მატრიცა. გარე სისტემური ეზოთერული მატრიცა, ფიზიკური მატრიცა, რაც ბნელებმა სოციალურ სისტემაში ჩანერგეს ადამიანებთან მიმართებაში და არის მატრიცა დედამიწა, უფლის მიერ შექმნილი მატრიცა. ღვთიური მატრიცა არის საოცრად გენიალურად შექმნილი და ადამიანისთვის არის პირდაპირ გათვლილი. უბრალოდ ადამიანმა არ იცის ამ მატრიცასთან როგორ მოვიდეს მოქმედებაში. მაგრამ დღეს ჩვენ რა გვესმის? მატრიციდან გადი, მატრიცა ცუდია, მატრიცა ეს, მატრიცა ის. სანამ მატრიციდან გასვლას დააპირებ და ამის სურვილს გაიჩენ, ჯერ ჩამოყალიბდი რომელი მატრიციდან გინდა გასვლა. გარე სისტემური ბნელების მიერ შექმნილი მატრიციდან თუ შენი მშობლის მიერ შექმნილი მატრიციდან, რომელიც შენთვის არის შექმნილი და რაც მთავარია, აქ იმისთვის ხარ, რომ ამ განზომილებაში გარკვეული მისია შეასრულო. შენ აქ შემთხვევით არ ხარ, სადღაც გასვლა რომ გინდა. ჯერ აქ უნდა დაეტიო, აქ უნდა მიხვდე, რა გაქვს საკეთებელი, აქ უნდა მიხვდე უფალმა რა სახლი დაგიტოვა, ამ სახლთან უნდა მოხვიდე კავშირში, სამყაროს მექანიზმებთან უნდა დაკავშირდე, სამყაროს ველთან, ბიბლიოთეკასთან, ღვთიურ ძალებთან, უნდა აკეთო მოქმედებები სხვა ადამიანებთან მიმართებაში და მარტივი მონახაზით რომ გითხრა, რასაც იესო აკეთებდა დაახლოებით ისე უნდა იცხოვრო. აქ ამისთვის მოხვედი. აქედან გასაქცევად კი არ მოგიყვანეს აქ? არა. აქ ხარ, იმიტომ რომ აქ უნდა გააკეთო რაღაც, გესმის? მატრიციდან გაქცევა კი არ უნდა გინდოდეს. და ეს სურვილი შენია თუ გარედან ჩაგინერგეს სისტემებმა? თუ ეზოთერიკოსებმა ჩაგინერგეს ეს აზრი, რომ აქედან უნდა გაიქცე? ბნელმა ეზოთერიკოსებმა. რატომ? იმიტომ რომ შენთვის არ უთქვამთ, რომ არის ორი მატრიცა. ღვთიური მატრიცა, რომელთანაც მოქმედებაში თუ მოხვალ, ისეთი ძალები მოგეცემა, გასვლა კი არა, იმას დაიწყებ ლაპარაკს, სამტოვე ღმერთო აქ ცოტა ხანი, მეტი ძალები მინდა დავაგროვო. იქ სიკეთის გაცემებში რა ძალებიც გროვდება, მაგასთან დაკავშირებით მიდევს გამთლიანებაში და ზოგადად რასაც გამთლიანებაში საუბრობ. შენ უნდა გამოხვიდე არა დედამიწისეული მატრიციდან, არამედ ბნელების მიერ დაპროექტებული მატრიციდან, რომელიც დედამიწაზე დაგიფინეს და დაგიდეს და ამას აკეთებ. შენ იმიტომ არ ხარ ბედნიერი, რომ გარე მატრიცულ მექანიზმებს იყენებ და უსმენ მათ და გგონია ეს არის დედამიწის მატრიცა. ეს დედამიწის მატრიცა კი არ არის. ეს არის ბნელების მატრიცა, ხელოვნურად ჩანერგილი დედამიწაზე. შენ რას გეუბნებიან? მატრიცაა ცუდი და შენ რა თქმა უნდა ხარ სხვა მატრიცის შესახებ არავინ გეუბნება და ერთადერთ მატრიცას, რასაც მოიხსენიებ, ეს არის დედამიწა და ყველა ის მექანიზმი, რაც შენს ირგვლივ არის. და მერე შენ ყველა ამ მექანიზმს უყურებ მტრულად, არ უყურებ მეგობრულად და რა თქმა უნდა ეს აზრი, რაც ჩაგინერგეს, გეხმარება იმაში, რომ ვერ ჩაწვდე უფლის მექანიზმებს და დედამიწის ნამდვილი მატრიცა, მექანიზმები რაც არის, ამაზე გეუბნებიან. ესაა ცუდიო და არ ლაპარაკობენ რომელია ცუდი და რომელია კარგი და მტრულად ხარ განწყობილი დედამიწის მექანიზმებთან მიმართებაში და შენ ამ ენერგიას უშვებ სამყაროში და დედამიწის მატრიცა ვერ ხვდება რა გჭირს, რადგან უფალმა შენთვის შექმნა დედამიწის მატრიცა. გეუბნებიან მატრიციდან გადი, ანუ დედამიწიდან გადიო, შენი მისიიდან გადიო, გატყუებენ და გაჩვენებენ მხოლოდ ბნელი ეზოთერული მატრიცის მექანიზმებს, მერე ეს თქვენ არ მოგწონთ და ეს ბნელები აბრალებენ დედამიწას და უფლის მიერ შექმნილ სამყაროს და თავად არიან ამ ცუდი მატრიცის ავტორები. თქვენ უნდა გამოხვიდეთ გარე ეზოთერული ბნელი მატრიციდან და არა დედამიწის მატრიციდან. დედამიწის მატრიციდან ვერ გამოხვალ შენ. ან უფალმა უნდა გაგიყვანოს და უფალმა იდეალურად იცის ზუსტად როდის უნდა გაგიყვანოს, მისია გაქვს, შესასრულებელი აქვს. მისიისთვის მოხვედი და არა ის რომ აქედან გახვიდე და ის რომ აქ დაგატყვევეს. შენ დაგატყვევა გარე ეზოთერულმა ბნელმა მატრიცის მექანიზმებმა და მათმა დამქაშებმა. გაიგე? და არა დედამიწამ და არა უფალმა. შეცვალე მზერა და გახედე მათ მექანიზმებს და გააცნობიერე, რას უნდა გაემიჯნო, რა მისია გაქვს და რა უნდა გააკეთო. და ის რომ აქ შემთხვევით არ ხარ, მორჩი წუწუნს, მორჩი გვემას და საქმეს მიხედე. ამაშია საქმე. ვაიმე რატომ მეუბნები ესეთი ხმით, რომ საქმეს მივხედო, მე უკეთ არ ვიცი რა უნდა ვქნა. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ ერთი რაღაც იცოდე, საქმეს თუ არ მიხედავ, უსასრულო კოშმარი გელოდება. კი არ გასჭინებ. ეს არის ფაქტი, გესმის? შენ უნდა გააცნობიერო, რა გაქვს განსახორციელებელი და თუ ამას არ განახორციელებ, რა მოხდება შემდეგ. ამ წამს რა გაქვს კი არა, დედამიწის ერთწამიან ცხოვრებაში კი არა, უსასრულობის არჩევანში რა გაქვს. უსასრულობის არჩევანს აკეთებ დედამიწაზე. სად გაატარებ და შენ ფიქრობ რომ უფალს შეეშალ და შემთხვევით ხარ აქ და გამიყვანეთ აქედან. გაგიყვანეთ აქედან კი არა. გონს მოიგე და დაიწყე ფიქრი, რომელი მატრიციდან უნდა გამოხვიდე სინამდვილეში.
სივრცეში. გარე ეზოთერიული ბნელი მატრიციდან, მათი მექანიზმებიდან. დედამიწის ღვთიური მატრიცა, როცა შენ სუნთქავ, როცა გიხარია, როცა გემრიელ ხილს მიირთმევ, როცა ყვავილით ტკბები, როცა ის იფურჩქნება, როდესაც მზიანათებს, როდესაც თოვლი მოდის და სრიალებ თხილამურებით. ყველაფერი ეს არის დედამიწის ღვთიური მატრიცა, შვილი რომ გიჩნდება და ყველაფერი ეს, რაც საუკეთესოა დედამიწის არის. უფლის მიერ შექმნილია. ეხლა რომელია ბნელი ეზოთერული მატრიცები? ესეთი თუ არ იქნები, არ ხარ მაგარი, ამას თუ არ იზამ, არ ხარ მაგარი, უნდა გეცვას ეს, უნდა იყო ესეთი, უნდა აკეთო ეს. ეს ყველაფერი, რასაც გარედან გეუბნებიან და შექმნილი არის ადამიანების მიერ და რომელიც ბნელ შედეგს გიდებს. ყველაფერი ეს არის გარე ეზოთერული ბნელი მატრიცების მიერ დაპროექტებული და ყველაფერი ის, რასაც დედამიწა გთავაზობს, ეს არის უფლის მიერ დაპროექტებული. ეხლა შეიძლება თქვა, მაშინ ქარიშხალს მთავაზობს უფალი და ამ ყველაფერს, ქარიშხლები და მიწისძვრები რო არის. ქარიშხლებს და მიწისძვრებს ჩვენ ვიწვევთ. ჩვენი ფსიქიური ენერგიის აფეთქება მილიარდობით ადამიანი რომ ნეგატივშია და ააფეთქებს ამ ფსიქიურ ენერგიას, თქვენი აზრით ეს ვიზე მოქმედებს? დედამიწაზე, დედამიწა არის ცოცხალი ხალხო. ამ მიწისძვრებს, ამ ყველა კატაკლიზმებს, ამ ყველაფერს იწვევენ გარე ეზოთერიული ბნელი მექანიზმები, რომლებიც ზემოქმედებენ ადამიანზე, მერე ადამიანები ასხივებენ მილიარდი ერთად ნეგატიურ ენერგიას, ეს ენერგია გროვდება და ურტყამს დედამიწას. დედამიწა ამაზე რეაგირებს, ზაგზაგებს და მერე ცდილობს დააბალანსოს, გაწმინდოს დედამიწა და წმინდავს ეს ამ ენერგიებს და მერე ისევ ცდილობს დააბალანსოს, გაწმინდოს. ჩვენ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. მარტივად გეტყვით. ეხლა 8 მილიარდმა ადამიანმა რომ გადაწყვიტოს ერთი დღის განმავლობაში, იყოს 7-ში ყველამ, უბრალოდ გადაწყვიტა 7-ში იყოს ერთი დღე. ყველა. დედამიწაზე ისეთი პროცესები წავა, ვერ იცნობთ დედამიწას. გამოჯამრთელდება დედამიწა. დედამიწა არის ჩვენი სტრესების, ფსიქიური დამანგრეველი ენერგიების ზემოქმედების ქვეშ, რაც იწვევს ამ კატაკლიზმებს და ესეთი პროცესები არის უამრავი. შენ დედამიწის მატრიციდან გასვლას რომ იძახი, მინდაო, შენ იძახი სუიციდი მინდა, შენ სამყაროში ამ განზრახვას აგზავნი, იმიტომ რომ სამყაროს მატრიციდან შენ სხვანაირად ვერ გახვალ. შენ აქედან არავინ არ გაგიყვანს, სანამ მისიას არ შეასრულებ. შენ თავად დათანხმდი ამაზე. ოღონდ არ გახსოვს. და თემა ის კი არ არის რომ შენ აქედან გასვლა გინდა. შენ აქედან გასვლა მოგანდომეს, ჩაგინერგეს რომ აქედან უნდა გახვიდე. უნდა რომ გახვიდე მატრიციდან ბნელებს. ეს სურვილი გააჟღერო უნდა. აგერ გაგიჟღერეს მატრიციდან გადი, მერე მატრიციდან გასვლა მინდა, იძახი. სინამდვილეში იძახი, გარდაცვლა მინდაო. მერე დაგიფინა რაღაცა სხვა პროექტი მოგცა და მერე უკვე სუიციდის აზრები მოგდის და მერე უკვე მარაზმში ვარდები. გაიგე? კარგად დაფიქრდი სამყაროს რას უჟღერებ. იმიტომ რომ სამყარო გაფაციცებით გისმენს და სხვა გზა არ აქვს. ვალდებულია შენი ბრძანებები შეასრულოს, შენ ვერ ხვდები ვინ ხარ. უფალმა რა გამოაცხადა ადამიანის შესახებ, შენ ამას ვერ ხვდები. გაიგე? თელ სამყაროში. უფალმა გამოაცხადა რომ ადამიანს ვაძლევ ჩემ შესაძლებლობებსო და მერე დაასაბუთა ამით და უფალი იესო ქრისტე ძე ღვთისა გახადა ღმერთად. აი ეს გამოაცხადა ადამიანებში უფალმა. ეს პოტენციალი ჩადო ჩვენში. და შენ გასვლა გინდა აქედან. არ ჭირდები შენ რომ იესოს მდგომარეობას მიაღწიო და გეუბნება გადი აქედანო, გადი მატრიციდანო. მაგრამ მატრიციდან გასვლა რომ გინდა, შენ უკვე დამარცხდი. იმიტომ რომ შენ უკვე აქ რისთვისაც მოხვედი, ამისთვის აღარ იბრძვი. შენ სამყაროს ამას აგებინებ, შენს ძალასაც, შენ თავსაც. ამიტომ გამოდი გარე ეზოთერიული სისტემური მატრიცებიდან და არა დედამიწის მატრიციდან. იქედან გამოდი და მიხვდები რომ აქ ჭირდება ყოფნა, რათა ის მისია შეასრულო, რისთვისაც მოხვედი. შენი ნამდვილი დამხმარე არის ღვთიური დედამიწისეული მატრიცული მექანიზმები. შენი ნამდვილი მტერი არის გარე ეზოთერული სისტემური შემეცნებები, აზრები, მექანიზმები და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს შენ გეუბნებიან რომ შენი გადამრჩენელი ვინც არის, ეს არის შენი მტერიო და სხვა მტერი არ ყავსო და გადი მატრიციდან და მერე შენ ამას იჯერებ და იძახი მატრიციდან გასვლა მინდა გონს მოეგე. ჭეშმარიტი მაძიებელი ხვდება ამ ფაქტს, აცნობიერებს ამას, რომ ერთადერთი რომელი მატრიციდანაც უნდა გამოვიდეს, ეს არის გარე სისტემური მატრიცები, რომელიც ბნელის მოციქულმა ადამიანებმა შექმნეს და დაგვიტოვეს და კიდე გვიტოვებენ და გვიქმნიან. მეტი მატრიციდან არ უნდა გახვიდე. ყველა ჭეშმარიტმა მაძიებელმა იცის ეს. მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან ცოტა ჭეშმარიტი მაძიებელია, რადგან ესეთი რამე მე არსად არ მომისმენია, რასაც ეხლა მე ვიძახი. რატომ არავინ არ ლაპარაკობს ამას? ყველა ლაპარაკობს მატრიციდან გადი. გადი. არა, მადლობა, მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და უფალმა იცის, როდის უნდა გავიდე დედამიწიდან. ხოლო თქვენი მატრიცებიდან მე დიდი ხანია გავდივარ, გასული ვარ და ყოველთვის გავალ. შენ უნდა გამოიკვლიოს შენს ირგვლივ რა მატრიცული მექანიზმებია ზემოქმედების და ეს იმისთვის უნდა გააკეთო, რომ შენზე არ იმოქმედოს ამ მექანიზმებმა. ჯერ უნდა დათვალო, რა ზემოქმედებს
აკეთებს შენზე და მერე უნდა დაიწყო ამაზე მუშაობა და ამოიღო შენგან ეს განთავისუფლდი აქედან. აქ ხდება შენი ენერგიით დატუმბვა, გაცნობიერებებით დატუმბვა, შენი შემეცნებებით დატუმბვა, შენი ბნელთან შეწინააღმდეგების ძალით დატუმბვა. აქედან კი არ უნდა გარბოდე, აქ ამას უნდა აკეთებდე შენ. ფიზიკურ ქონებას კი არ უნდა აგროვებდე, დააგროვე რა პრობლემაა, მაგრამ თავარი ეს კი არ არის. ნამდვილი ქონება უნდა დააგროვო, რომელსაც ყველა განზომილებაში ფასი აქვს. შენს სულიერ ვალუტას. ოქრო ვერცხლს არც ერთ განზომილებაში არანაირი ფასი არ აქვს. ოქრო ვერცხლი და ეს ყველაფერი ყველაზე სისულელე რამეა თუ რამე არსებობს ამ სამყაროში. ოქრო ვერცხლის პლანეტებია სამყაროში და არავის არ აინტერესებს ოქრო და ვერცხლი. რადგან ყველა მიცის რომ ამას ფასი არ აქვს. მარტო ადამიანს დააჯერა სატანამ რომ ოქროს და ვერცხლს ფასი აქვს. გაიგეთ? და სხვათა შორის ჩვენი რელიგიის წარმომადგენლებიც დაარწმუნა რომ ოქრო და ვერცხლს ფასი აქვს. შედი ტაძრებში და ნახე ოქრო და ვერცხლით არის გატენილი ხატები, ხატს ვერ დაინახავ იმდენი ვიღაცის ნაქონი ბეჭდები და თვლები აკიდია ხატს. ისინიც დააჯერეს რომ ოქრო ვერცხლს ფასი აქვს. ტაძარშიც კი დააჯერეს ეს და იმათმაც კი ვერ გაუძლეს ამ ზემოქმედებას. ამიტომ გააცნობიერეთ ჭეშმარიტება სად არის და ნამდვილი განძი დააგროვეთ. ფულიც დააგროვე, მაგრამ თავარი დააგროვე და ფული იყოს მეორე ხარისხოვანი. თავარი თუ გექნება, ფული თავისით მოვა, მაგრამ ფული თუ გექნება, ის არასდროს არ მოვა თავისით. სულიერი განძი. რა გგონია 100 და 200 წლის შემდეგ როცა გარდაიცვლები, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ ყველანი. რა სეტყვი უფალს? უფალო აგერვე ოქრო ვერცხლი დავაგროვე ჩემი შვილებისთვის, იმისთვის, ამისთვის, აგერ უფალო წარმოგიდგენ. ჯიბეში რომ ჩაიხედავ, ცარიელი გექნება ჯიბე და ვიღაც გვერდით ბომჟი ჩამოივლის, სული, შენს გვერდით და გატენილი ექნება განძით. მერე რომელი იქნება შენი აზრით მდიდარი, რომელსაც ეხლა ზედაც არ უყურებ, ისაა მდიდარი და ის ყველა განზომილებაში მდიდარია. შენ მარტო დედამიწაზე იყავი მდიდარი, ისიც შენს უსასრულობაში 2 წამი და ის ბომჟი, რომელიც სიყვარულში იყო და სიკეთეებს აკეთებდა, 2 წამი იყო ფიზიკურ გაჭირვებაში და უსასრულობაში ყველა განზომილებაში მდიდარია და განცხრომით ცხოვრობს. მაგრამ შენ 2 წამი იყავი დედამიწაზე მდიდარი და უსასრულობაში სიღატაკეში სული გძვრება და ისე გაგდის სული სიღატაკისგან რომ ვამპირის მდგომარეობაში გადადიხარ. მერე იმიტომ რომ შენ თუ ღვთიურ მდგომარეობას არ აღწევ, შენ უფლის ენერგიას შორდები და უფლის ენერგიას ვინც მოშორდა ყველა ვამპირის მდგომარეობაშია. სატანის და ყველა მისი მოციქული უფლის მდგომარეობას რომ მორჩა, ამიტომაც გერჩიან თქვენ. თავისი ენერგია არ აქვს, მოწყდა თავარ წყაროს. უფალმა გადაუკეტა თავარი წყარო და დარჩა მშიერი და იძულებულია სხვები ძარცვოს. თქვენ ხართ უფლის ენერგია, ხო? ვამპირიზმი, შიმშილი და ვამპირიზმი. ერთი წამი მიწიერი ცხოვრების გამო. შიმშილი და ვამპირიზმი. შენ არასდროს არ გიშიმშილია. დედამიწაზე ფულები და თავზე საყრლად რომ მქონდა, არასდროს არ გიშიმშილია. და არ იცი ეს როგორია. და დედამიწისეული შიმშილი არის სასაცილო იმ შიმშილთან მიმართებაში, როდესაც არსი უფლის ენერგიას წყდება. უსასრულო შიმშილი, ტკივილი და ვამპირიზმი. და დაუკმაყოფილებლობა, შეუსებლობა. წარმოიდგინე უდაბნოში ხარ. ბოლო წვეთი, წყალი, წყურია, აი როგორიც და იძულებული ხარ ვიღაცა დაავამპირო. დემონის მდგომარეობაში გადადის სული. და უდაბნოში დალია ეს წყალი. და კიდე გინდება უფრო მეტი და მეტი. არ იცი შენ ეს რა გრძნობაა და დიდ სისულელეს აკეთე. ფული გააკეთე, მაგრამ ნამდვილი განძი დააგროვე ჯერ დააგროვე ნამდვილი განძი და ფული თავისით მოვა. დღეიდან აღარ თქვა რომ მატრიცა ცუდია, რომ მატრიციდან უნდა გავიდეს ადამიანი. შენ მატრიცას ნეგატივს უგზავნი, უფალს უგზავნი ნეგატივს და უფალზე იძახი ცუდია. უფალია დედამიწის მატრიცა და ის მექანიზმები, რასაც შენ უწოდებ რომ ცუდია. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რაოდენ საოცარი და ძალით მოსილია დედამიწისეული მატრიცა და ეს მექანიზმები, რასაც გამთლიანებაში ვსაუბრობ. არასოდეს აღარ თქვა დედამიწაზე და მის მექანიზმებზე რომ ცუდია. თქვი ცუდი იმაზე, ვინც არის მართლა ცუდი. გარე ეზოთერული სისტემური მატრიცის მექანიზმები, რომელსაც გაჭმევენ ყოველდღიურობაში და გინერგავენ ეს გარე განსხეულებული ბნელის მოციქულები. მაგაცე თქვი ცუდი და გამოხვალ და გაუმჯობესდები და უკეთ გახდები. შენ ამ განზრახვებით და ამ ნათქვამებით რომ მატრიცა ცუდია და ეს ცუდია და ის ცუდია, შენ ფსიქიურ ენერგიას აფეთქებ და ამ ფსიქიურ ენერგიას ლაზერივით ურტყამ სამყაროს მატრიცას. რაშიც ცხოვრობ, იმ სახს აზიანებ. დესტრუქციულ ენერგიას ურტყამ, რომელიც ცდილობს გამოგაჯანმრთელოს, ცდილობს აგაშოროს ცუდს, გაწმენდას აკეთებს გამოდვებით შენს. ის, ვინც შენზე ზრუნავს, ღვთის მიერ შექმნილი მატრიცა შენზე ზრუნავს, ხო? სულს რომ არ ღაფავ იმ ზემოქმედების შედეგად, რასაც გარე სისტემური მატრიცები აკეთებენ შენზე, სწორედ იმ სახლის დამსახურებაა და იმ მექანიზმების, იმ მატრიცის დამსახურებაა, რომელიც უფალმა დაგიტოვა და მას
მას ურტყამ დესტრუქციულ ენერგიას და იძახი მატრიცა ცუდია, ცუდი ხარ და ანგრევ საკუთარ სახლს. დაფიქრდი სანამ რამეს უწოდებ ცუდს ან კარგს და კარგად დაფიქრდი რაღაცეებზე დაფიქრდი, გაიგე? სანამ თავში ყოფ რამე რწმენაში. იმიტომ რომ ეს გარე ეზოთერული ბნელი მატრიცის მოციქულები ცდილობენ შენი რწმენები მოიპარონ და ცრუს გადასცენ. ანუ ისინი ცდილობენ ცრუზე ილოცო და ცრუს მიმართ გქონდეს რწმენა, ხოლო უფლისმიერი მექანიზმების მიმართ გქონდეს ნეგატიური დამოკიდებულება და უფლის მიმართ. მოქმედებებით და შენი რწმენებით. თორე ტაძარში რომ დადიხარ, რა აზრი აქვს? არანაირი აზრი არ აქვს ტაძარში სიარულს. შენი მოქმედებები, რწმენები წარმოადგენს შენს არსს. რას აკეთებ? რის მიმართ იღებ რწმენას? ეს არის კანონი სამყაროში, მორჩა. რადგან შენ გაქვს ნება და მოგატყვეს თუ არ მოგატყვეს, ნება გაქვს. და ეს ნება არის ბეჭედ დარწმული თანხმობა, რომელიც არ განიხილება, არ ვიცოდი, არ მინდოდა. აკეთებ, ესე იგი გააკეთე და მორჩა, შედეგი დადე. მერე რომ აგზავნი ამ ენერგიას მატრიცა ცუდია, შენი შიდა მექანიზმები, რომელიც უნდა იღებდეს მატრიციდან სარგებელს, ბლოკავს. ანუ აღარ იღებს შენი მექანიზმი, შენი ორგანიზმი, შენი ძალები მატრიციდან სარგებლებს. იმიტომ რომ შენ თავად აცხადებ რწმენაში, რომ მატრიცა ცუდიაო და შენი ძალა ვერ ხვდება ასეთ იდიოტობას რატომ აკეთებ? უпроსწორედ, შენს ძალას საერთოდ არ გააჩნია გადაწყვეტილების და ფიქრის უნარი. მას გააჩნია აღსრულების უნარი, ყველაფრის. უვიცი კი არ არის, არა. თავისი ფიქრის უნარი არ გააჩნია, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. შენ იღებ გადაწყვეტილებას და რა გადაწყვეტილებასაც იღებ, იმას გისრულებს შენი ძალა და რას ამბობ, რომ მატრიციდან გასვლა მინდა მატრიცა ცუდიაო და შენი თავდაცვითი მექანიზმები უკვე აქედან ხვდება, რომ თუ მატრიცა შენთვის ცუდია, ესე იგი მატრიცის კავშირებს უნდა ჩაწყდე. გესმის? ეს ეზოთერიკოსები და ეს ბნელი გარე მექანიზმები ამას აკეთებენ. ყველანაირად ცდილობენ ჩახსნან ღვთიურ ძალებს და მატრიცას, ღვთიურს. ამიტომაც გაძახებინებენ, რომ მატრიცა ცუდია, მატრიციდან გასვლა მინდა. შენ რომელი მატრიციდან უნდა გახვიდე, უკვე მიხვდი, ხო? აი ამათი ცრუ ინფორმაციული მატრიციდან უნდა გახვიდე, რომელიც მართლა გაზიანებს. ფაქტით. სატანას აქვს ერთი მიზანი, ხელი გაუშვა უფალს, რადგან როგორც კი ხელს უშვებ უფალს, ყველაფერს კარგავ. ამაშია მთელი ამბავი. ამ სამყაროში ყველაზე ძვირადღირებული მატერია რა არის, იცი? არც ოქრო, არც ბრილიანტი, ხე და სიცოცხლე. გალაქტიკაში რომ გაიხედო, სიცოცხლე არის, მაგრამ ესეთი სიცოცხლე და ესეთი მრავალფეროვნება, როგორც დედამიწაზეა, არსად არ არის. გალაქტიკაში არსებობს სიცოცხლეები, მაგრამ ისეთი დიდი რაოდენობით არა, როგორც დედამიწაზეა. ანუ ძალიან ცოტა სიცოცხლეა სამყაროში. ფაქტობრივად 1%-ია სიცოცხლის მთლიან სამყაროში. ოქროს პლანეტები არსებობს, ბრილიანტის პლანეტები არსებობს, ვერცხლის და მოკლედ. მაგრამ ხე არ არის. რას ნიშნავს ეს? ხე არის ყველაზე ძვირადღირებული რესურსი სამყაროსთვის და ცოცხალი არსები. რის თქმა მინდა უფალმა მოგცა უფლის პოტენციალი, სამყაროში გამოგაცხადა ანგელოზების მიმართ, ყველას მიმართ, როგორც ღმერთი და იესო ქრისტეს მაგალითით აჩვენა ასევე, რომ ეს შესაძლებელია. მოგცა სახლი, სადაც ხილია, ბუნება, წყალია, 10,000-ობით მცენარეა, 10,000-ობით სიცოცხლეა, ყველაფერი მოგცა. მერე ჩადო მექანიზმები, რომ შენ ამ მოქმედებას სიკეთეს თუ გააკეთებ, უფალი მოგცემს ამას თუ გააკეთებ, მოგეცემა ეს და ნახე, ყველაფერი მოგცა და გამოდიხარ და იძახი, უფალო რა ცუდი სახლი მომეცი, შენ ცუდი სახლი გინახავს როგორია? იცი ცუდი მატრიცა როგორია? აი ჩადი ქვემოთ, იმ არსებს შეხედე, რომლებიც აბსოლუტურ გარდაცვლაში იმყოფებიან, ყველანაირად, არც ხეა, არაფერი არ არის, გარდა შიმშილისა და სიცარიელის. და გამოდიხარ აქ და იძახი, მატრიციდან გასვლა მინდა, რატო ვარ ამ მატრიცაში? გონს მოეგე და გააცნობიერე. სათხარ, რა პრივილეგიები მოგეცა და რა უნდა გააკეთო. გაიგე? მადლიერი იყავი და მიხედე საქმეს. შენ ერთადერთი რაც გაზიანებს ამ სამყაროში არის გარე ბნელი მიწიერი მოციქულების მიერ მოწოდებული სიცრუე, რომელიც სიცრუეშიც ცხოვრობ და რომელიც სიცრუეც გაზიანებს. კითხვა დასვი, ვინ გაზიანებს? არასწორი შხამიცოდნები. მეტი შენ არაფერი არ გაზიანებს. სხვა დანარჩენი უფლის მიერ შექმნილი მატრიცა შენზე ზრუნავს. უბრალოდ შენ არ იცი ეს. ვერ ხედავ ამას, ვერ შეხედავ, როდესაც გარე ბნელ ეზოთერიის სისტემის მატრიცულ ამ ცოდნებს იღებ ტვინში შეუმოწმებლად და არ ატარებ კრიტიკულ აზროვნებაში და როცა მადლიერება არ გაქვს და როცა ვერ ხედავ ვერაფერს. დღეიდან გადააფასე შენი შემეცნება ეზოთერიაში, სულიერებაში და გადმოალაგე აზრები თავში, ისე რომ შენი გონი გასწორდეს.
რომ სწორი დაინახო და როდესაც სწორს დაინახავ, შეამჩნევ ღვთის მიერ უფლის მიერ დატოვებულ მექანიზმებს დედამიწის მატრიცაში და მერე დაიწყებ ამ მატრიცის სარგებლების მიღებას და გასვლა მინდა მატრიციდან კი არა, მადლობა გადაუხადე დედამიწას, სამყაროს და ყველა იმ მექანიზმს რომელიც შენზე ზრუნავს. დედამიწის გზის გავლის გარეშე ვერ გახდები შუქი, ვერ გაანათებ შუქს. შენ აღარ იქნები შენი შუქი, შენ იქნები უფლის შუქი. უფალმა რომ გაანათოს შენს ნაცვლად, შენი შუქი უნდა გახდე შენ. თორე უფალი შენ ეხა ძალებსაც მოგცემს, ყველაფერს მოგცემს, რა აზრი აქვს? უფლის კლონი იქნები და აქ რთული პროცესები მიმდინარეობს და სანამ ამ რთულ პროცესებში გაირკვევი, მოდი ჯერ მარტივიდან დაიწყე და მადლიერება გამოხატე სამყაროს მიმართ, მადლიერება გამოხატე უფლის მიმართ, მადლიერება გამოხატე დედამიწის მატრიცის მიმართ და გაემიჯნე გარე სისტემურ მატრიცებს და ყველაფერი გექნება შესანიშნავად.